ეროვნულმა არქივმა ფონდებისა და კოლექციების ყოველკვირეული მიმოხილვის ფარგლებში გრიგორ გაგარინის ნამუშევრების ფოტორეპროდუქციები გამოაქვეყნა. სამ ალბომში გაერთიანებული რუსი ფერმწერისა და არქიტექტორის ნახატების ფოტომასალა 82 პოზიტივს მოიცავს. სიონის მანგლისის და სხვა ქრისტიანული ტაძრების ქარვასლისა და თბილისის თეატრების მოხატულობა, ასევე კავკასიელთა პორტრეტები და არქიტექტურული ძეგლების ფოტორეპროდუქციები მხოლოდ ჩანახატების სახით არის შემორჩენილი. რუსი ფერმწერი ქართული კულტურით 1858 წელს თბილისში მივლინების დროს დაინტერესდა. მას შემდეგ ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში აქტიურად მონაწილეობდა. ერთადერთი საშუალება, რომ ჩვენ მოვახერხოთ მისი ნახვა, აღდგენა და ჩვენს წარმოსახვაში მაშინდელი თბილისის სურათის აღვერტვა, გახვალთ სწორედ ეს ფოტოპოზიტივები. შესაბამისად ისინი უნიკალურია, ვინაიდან დღეს ამათი რეალური შენობები უკვე აღარ არსებობს. ეს ნახატები თავისებურად გვიყვება აი ისტორიას, რაც მე-19 საუკუნეში გრიგორ გაგარინმა გაიარა საქართველოში. მკვლევარები მუშაობენ, მათი აღნიშვნითაც ნათქვამია, რომ ეს არის საკმაოდ უნიკალური ფოტოდოკუმენტები.